საპროტესტო აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. აქციის მონაწილეები პირველი არხის შენობასთან დაახლოებით 1 საათის წინ შეიკრიბნენ. იყო სიტყვით გამოსვლებიც, რა მოთხოვნები ჰქონდა შეკრებილებს, ამას კესო ქაფიანიძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. კესო, გისმენთ. ქრონოლოგიურად მოვყვები საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ აქცია უკვე დასრულებულია. დაახლოებით 20 წუთია 9 საათი აქციის მონაწილეებმა დატოვეს საზოგადოებრივ მაუწყებლის ეზოს ტერიტორია და ისინი შეუერთდნენ მთავარ აქციას რუსთაველზე. ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ, დღეს 7 საათზე ფილარმონიასთან ჰქონდათ სამოქალაქო აქტივისტებს დაანონსებული აქცია მსვლელობა, სოლიდარობის მსვლელობა, სახელწოდებით მსვლელობა პოლიციური ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და იმ მსვლელობით შემოუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციას მოქალაქეები და დაახლოებით 9:30-ისთვის შეგროვდნენ აქ აქციის მონაწილეები. მათი მოთხოვნები, მათ პირველ რიგში გააჟღერეს მოთხოვნები აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი ეს ძირითადი მოთხოვნა, რასაც 31 დღის განმავლობაში აჟღერებენ, თუმცა უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მათი მოთხოვნა არის უცვლელი მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით და ასევე ისინი მოითხოვენ დღის ეთერის დათმობას. მე შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე 30 ნოემბრიდან ყოველ დღე საღამოს 10 საათზე ეთერი ეთმობა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ადამიანებს და ყოველ დღე საღამოს 10 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში არის საგანგებო გადაცემა, საგანგებო ეთერი. ჩვენ გავეხიარეთ დღეს მსვლელობით პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ და მოთხოვნებით თავისუფლება თანამებრძოლებს და დაუახლება ხალხს. და საზოგადოებრივ მაუწყებელი ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროტესტში ჩვენთან ერთად არიან თუ ჩვენ ვართ მათთან ერთად გულისხმობ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, რომლებმაც ასევე თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და მათ ღიად თქვეს, რომ ერთი მხრივ ისინი უერთდებიან პროტესტის სულისკვეთებას და გულისხმობ დიდ ფართო პროტესტს, რაც რუსთაველზე ხდება, რაც აქ ხდება და მეორე მხრივ ისინი ითხოვენ დღის ეთერის გახსნას. თანამშრომლებთან ერთად არიან სამეურვეო საბჭოს 3 წევრი, რომელიც თავის მხრივ იბრძვის და თავის მხრივ გამოხატავს პროტესტს და ისინიც არიან იგნორირებულები. არხთან მიმართებით მიზანი არის, რომ პასუხისმგებელი პირები ამ პროპაგანდაზე, ამ დეზინფორმაციაზე განთავისუფლდნენ. ეს არის მენეჯმენტი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე. დაახლოებით 20 წუთია, რაც უკვე დატოვეს აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებლის ტერიტორია. ისინი შეუერთდნენ მთავარ აქციას რუსთაველის გამზირზე და სწორედ იქ გააჟღერებენ ისინი საკუთარ მოთხოვნებს. მე შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის მენეჯმენტის ცვლილება და დღის ეთერის დათმობა მათთვის და ასევე მათ რამდენჯერმე გააჟღერეს და ახსენეს აქციაზე დაკავებული პირები და ისინი მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მადლობა, ეს იყო კესო ქაფიანიძე.